დღეს ვილაპარაკოთ დეოკუპაციის პოლიტიკის მესამე პუნქტზე, რომელიც არის თვითონ დეოკუპაცია. ანუ მეორე პუნქტი, როგორ უნდა დავალაგოთ უძრავი ქონების საკითხები, ამაზე ვილაპარაკე რუსულად. და დეოკუპაციაზე რუსულად არ ვილაპარაკებ დიდად, აი მამუკასთან რო ვილაპარაკე მაგალითად საკმარისია. თვითონ მამუკას მე როგორც შევატყვე, არ მოუნდა დეტალურად საუბარი და სწორი არის, რომ არ მოუნდა დეტალურად საუბარი, იმიტომ რომ მამუკა მოქმედი სამხედროა და მოქმედი სამხედროები საერთოდ ცოტას უნდა ლაპარაკობდნენ იმაზე, რას გეგმავენ. ლაპარაკი შეუძლიათ მარტო იმაზე, რაც აქამდე აქვთ გაკეთებული, ან ზოგად რაღაცა თემაზე ისეთი მსჯელობა, ზოგადად დეოკუპაციაზე ვილაპარაკეთ, მაგრამ დეტალებში არ უნდა ლაპარაკი. მე ბევრ სხვადასხვა ჩემს ვიდეოებში მაქვს ამაზე ლაპარაკები და ახლა თავს მოვუყრი ყველაფერს. დავყოთ სამ ნაწილად. პირველი ნაწილი იქნება უმეტესობა ასე მსჯელობს, რომ დეოკუპაცია მოხდება უკვე იმის მერე, რაც უკრაინა ბოლომდე მორჩება და უკრაინა რომ მორჩება, მერე დადგება ჩვენი დრო, თუ ჩვენ იმ მომენტისთვის აქ მოვიშორეთ უკვე ქოცები. იმიტომ რომ თუ ჩვენ ქოცები ვერ მოვიშორეთ, მანამდე უკრაინა მორჩება და მერე რა ვიცი, დაგველოდება ალბათ სანამ ჩვენ ქოცებს მოვიშორებთ და ჩვენ რო ქოცებს მოვიშორებთ, მერე მოგვეხმარება. თუმცა ეს ძალიან დებილობა იქნება ჩემი აზრით. ქოცები მანამდე უნდა მოვიშოროთ, რომ იმ მომენტისთვის, როდესაც უკრაინა უკვე დავინახავთ, რომ ბოლოში გადის, ჩვენც მზად ვიყოთ, რომ ჩავერთოთ პროცესში. მე როდესაც ვლაპარაკობ, რომ არასდროს არაფერი არ შემომიხაზავს ხუთიანის გარდა ცხოვრებაში, მომავალშიც ამას ვხედავ, რომ ანუ თუ მიხეილ სააკაშვილი როდისმე შეიცვლის საარჩევნო ნომერს და გახდება არახუთიანი, მაშინ ოკეი, მაგრამ საქართველოში არ არსებობს პოლიტიკოსი, რომელიც გაუძღვება დეოკუპაციის პროცესს. ეს იქნება ან მიშა, ან მე უნდა გავხდე და მე სანამ გავხდები, ამას დაჭირდება ძალიან ბევრი წელი. მე როჯერ დავიწყო საერთოდ პოლიტიკაში მოსვლაზე ფიქრი, მერე რომ მე როდისმე შევკრავ თუ ვერ შევკრავ გუნდს, მერე რომ მე როდისმე ჩამოვაყალიბებ თუ ვერ ჩამოვაყალიბებ პარტიას და ნუ მოკლედ. ეს ძალიან ბევრი დრო დაჭირდება ამას ჩემი აზრით. ბევრად უფრო მირჩევნია და მოკლედ ყველანაირი ყველაფრის გარეშე, რომ უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი, მის გარეშე დეოკუპაციას კი არა, საერთოდ ქოცებს ვერ ვიშორებთ. ქოცების მომშორებელი არავინ არ არის დღეს საქართველოში. როგორც მინიმუმ უბრალოდ უტრაკოები არიან, ან გარიგებულები, ან უტრაკოები, ან გარიგებულები. სულ ერთია რა არიან, ორივე შემთხვევაში არიან უმაქნისები. ამიტომ ჩემი, ასე ვთქვათ, ყველა ძალა, ენერგია, ლოცვები და ყველანაირი მონდომებები იმაზე ამიმართული, რომ მიხეილ სააკაშვილი განთავისუფლდეს და მერე იმაზე, რომ საქართველოს დაიწყოს საკუთარი დეოკუპაციის პროცესი. მე რო ვიყო მთავარსარდალი, აუცილებლად დავიწყებდი საქართველოს განთავისუფლებას მანამდე კი არა, აი როგორც კი უკრაინაში დაიწყო რუსეთმა, მაშინვე დავიწყებდი მეც.
დარწმუნებული ვარ, რომ მომეხმარებოდნენ დანარჩენი მეზობელი ქვეყნები. იმ მომენტში ვერ მომეხმარებოდა სომხეთი, მაგრამ ძალიან კარგად მომეხმარებოდა აზერბაიჯანი და თურქეთი. თურქეთი მიუხედავად იმისა, რომ ორ მათამაშს თამაშობს და ზოგჯერ ვითომ გეგონება, რომ რუსეთს ეხმარება, მაგრამ რეალურად რუსეთს ხმარობს და თურქეთს ძალიან კარგად და ძალიან დიდი სიხარულით ჩაებმებოდა იმ პროცესში, რასაც ქვია საქართველოს დეოკუპაცია რუსეთისგან. და ამას ძალიან ძლიერი რაღაცა ისეთი სასწაული, როგორიც ჰქონდა მიშას, მაგალითად დიპლომატია, კი არ არის საჭირო, ჩვეულებრივი ნორმალური დონის დიპლომატიაც კი დაალაგებდა ამ საკითხს თურქეთს. მაგრამ მე მთავარსარდალი არა ვარ. ამიტომ ვინც არის და ვინც ოდეს მეყოლია ბოლო, რა ვიცი მე, 150 წლის საუკეთესო მთავარსარდალი მიხაილ სააკაშვილი მინდა რომ გათავისუფლდეს და მინდა რომ გაუძღვეს საქართველოს დეოკუპაციის პროცესი. ტექნიკურად დეოკუპაცია შესაძლებელია რომ მოხდეს დეოკუპაციაში ხო რას გულისხმობთ? გულისხმობთ რუსულ სამხედრო ბაზების განადგურებას აფხაზეთის და ცხინვალის ტერიტორიაზე და მათი ცოცხალი ძალის განადგურებას, თუ ეს ცოცხალი ძალა თავისით არ გაიქცევა, როდესაც მათ ბაზებს გავანადგურებთ. ამ ცოცხალი ძალების განადგურებაც, გარდა იმისა, რომ გავანადგურებთ ამ შენობებს, სადაც ესენი არიან ბაზირებული. შორ მანძილზე უკრაინას უკვე აქვს ისეთი დრონები, რომელიც უკრაინის ტერიტორიიდან მიწუდება იმას, რომ გუდაუთაში განადგურდეს რუსული ბაზა. ან როგორც მინიმუმ, თუ ჩვენ ქოცებისგან უკვე თავისუფლები ვიქნებით, რომ უკრაინამ ჩვენ მოგვაწოდოს, გვათხოვოს ეს დრონები ან გვაჩქოს ან მოკვიდოს და ჩვენ გავაკეთოთ ეს აქედან. როდესაც რუსეთმა დაიწყო უკრაინაში ფართომასშტაბიანი, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან გაზიდა, აბსოლუტურად ყველაფერი გაზიდა. იქ ახლა რუსული ძალებით განან და ჯარიც გაიყვანა და მოიყვანა FSB-ს რაღაცა გუშინდელი ღლაპები, რომლებსაც არანაირი გამოცდილება საომარი არ აქვთ. უბრალოდ განან ენგურის ხიდზე და თვითონ იქ ბაზებზეც რაღაცებს აკეთებენ, ალბათ რა ვიცი, მე პამჯერი მოყავთ. თითქმის ბოლომდე თუ არა მინიმუმ 80% რაც ჰქონდა იქ ტანკები ან რამე დანადგარები ან რაღაცა გატანილი აქვს. იმ ყველაფრის იმის განადგურება, რაც რუსეთმა დატოვა აფხაზეთის ან ცხინვალის ტერიტორიაზე, საკმაოდ ადვილია. და ჩვენ რო ნორმალური ქვეყანა ვიყოთ ისეთი როგორც 2012-ში ვიყავით, ძალიან ადვილიც კი იქნებოდა იმ რაღაცების განადგურება, რაც დღეს არის დარჩენილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს ერთი, რომ უკრაინა დაგვეხმარება. მეორე, თურქეთს დაგვეხმარება კიდევ ერთხელ, თურქეთი მერეც დიდი სიამოვნებით დაგვეხმარება, როცა ქოცებს მოვიშორებს და ან უკრაინა რომ ომს დაასრულებს მერეც დაგვეხმარება, თუმცა მანამდეც ძალიან დიდი სიხარულით დაგვეხმარებოდა, როგორც უკვე რამოდენიმეჯერ ვთქვი. ასევე მე რომ მთავარსარდალი ვიყო, რომ არ ვიყოთ მაგალითად დამოკიდებული არავიზე, არც უკრაინაზე და არც თურქეთზე და პირდაპირ ისე ძლიერ ქვეყნებს, როგორიც არის ბრიტანეთი და ამერიკა, პირდაპირ ველაპარაკოთ ამაზე. ბევრად უფრო ბრიტანეთიც ძალიან დაინტერესებულია, იმიტომ რომ მე მაქვს ბევრჯერ დალაპარაკები, რომ ბრიტანეთი დაინტერესებულია შავ ზღვაში რომ დაბრუნდეს და ამისთვის ძალიან ბევრს მუშაობს უკრაინაში. უკრაინას ძალიან ეხმარება თვითონ რუსული შავი ზღვის ფლოტის განადგურებაში. და ის 100 წლიანი ხელშეკრულებაც რო დადეს ახლახანს, იმ 100 წლიანი ხელშეკრულების უმეტესი ნაწილი
ეხება იმას, რომ კონკრეტულად ზღვაში იქნება თანამშრომლობა და ახალი ფლოტის შექმნაში, რომელიც უკვე უკრაინული იქნება. და მანამდე, რომ ბრიტანული ფლოტი იდგება ყირიმის გარშემო, სანამ უკრაინა შექმნის საკუთარ ძლიერ ფლოტს. უმეტესი წილი იმ ხელშეკრულების ამ თემაზეა. ასევე დიდი სიხარულით დაბრუნდებოდა ბრიტანეთი ფოთში და ბათუმში. ჩვენ რო გავიხსენოთ ისტორია, ფოთში და ბათუმში ბრიტანეთი რას აკეთებდა, რომ პირველად როგორი ძლიერი, ანუ პირველი თანამედროვე ხომალდები, რომელზედაც დღეს დგას ძლიერი სახელმწიფოების ჯარები, და იქმნებოდა, შეიქმნა ბათუმში და იტესდებოდა საქართველოში. ეს იყო 19 საუკუნის ბოლო და 20 საუკუნის დასაწყისი, სანამ საბჭოთა კავშირი მოვიდოდა ამ ტერიტორიაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ისევე როგორც მე მინდა რომ ეს დრო დაბრუნდეს, ბრიტანეთსაც უნდა რომ ეს დრო დაბრუნდეს. და ამერიკას რო უნდა და უნდა, ეს ისედაც კარგად ვიცით, რომ ლაზიკის აშენება ამერიკას უნდა. ამიტომ, როდესაც ქვეყნები ასე ძალიან ასეთი ძლიერი ქვეყნები ასე ძალიან დაინტერესებულები არიან, ამიტომ არიან ესენი საქართველოს დეოკუპაციაშიც დაინტერესებულები. ამიტომ მოაწერა ტრამპმა თავისი პირველი პრეზიდენტობის ბოლოს, როდესაც უკვე წაგებული ქონდა არჩევნები, იანვრის დასაწყისი იყო 5 თუ 6 იანვარი იყო, მისი ბოლო დღეები, როდესაც მან მიიღო კანონი და ამ კანონით თქვა, რომ ვინც აღიარებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს განსხვავებულ კი არა და დამოუკიდებელ ქვეყნებად, ის მიიღებს ამერიკის რისხვას და საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის განადგურებას ამერიკისგან, თუ ამას გაბედავს და იმის მერე არავის არ უღიარებია. რაც აღიარებია ის რაღაცა პროჭუ აფრიკული ქვეყნები, ასადი, მადურო და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი მოხდა მანამდე. ამ გადაწყვეტილების მერე არავის არ უღიარებია. და მიუხედავად იმისა, რომ ირანმა ახლახანს დადო რუსეთთან, ბრიტანეთმა ხო დადო უკრაინასთან, მეორე დღეს რუსეთმა დადო ირანთან. ასევე სრულმასშტაბიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება, სრულმასშტაბიანი სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება და მიუხედავად იმისა, რომ სრულმასშტაბიანი სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება დადეს, ირანმა უარი თქვა ჩვენი ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ის კანონი მუშაობს. და ის კანონი ტრამპმა იმიტომ მიიღო, რომ ტრამპს ესმის, რომ უნდა დაუბრუნდეს ამერიკა იმ ხელშეკრულებას, რომლითაც ის აქ აშენებდა პორტს. შესაბამისად, პორტის აშენებას სანამ დაიწყებს, მე დავუდევდი თავარსარდალი რომ იყო, ან პრემიერ-მინისტრი რომ იყო თუნდაც. დავუდებდი ამერიკას პორტზე ასეთ შეთანხმებას, რომ მოდი ჯერ გავანთავისუფლოთ ტერიტორიები, აღვადგინოთ საქართველოს მთლიანობა და მერე ავაშენოთ პორტი. ერთად გავაკეთოთ ეს. ერთად გაკეთებაზე თუ დათანხმდება, ხო საერთოდ ერთი კვირის ამბავია. საკმარისია, რომ ის გემი, ის ერთი გემი ისევ მოადგეს ქართულ ზღვას, რომელიც 2008 წელს მოადგა და რომელმაც დაასრულა ჩვენი 5-დღიანი ომი, ცადაფარა საქართველოს თავზე და ცა რო დაიფარა, რუსეთი გაიქცა. აი ასე მოდგება, ისევ მოადგება აქაურობას ერთი ამერიკული გემი, ცას დაფარავს და დაფარული ცის ქვეშ ჩვენ რუსულ ბაზებს ძალიან ადვილად გავანადგურებთ, ისე რომ საპასუხოდ მათგან არაფერს არ მივიღებთ. ვერაფერს ვერ ისვრიან იქიდან აქ. თუ ამერიკასთან ერთად ვაკეთებთ ამას, ეს ძალიან ადვილი და ძალიან მარტივია. ოკეი, მაგალითად, ამერიკა არ გვეთანხმება, რომ ერთად გავაკეთოთ.
არსებობს მეორე გზაც. ჩვენ სამხედრო ექსპერტებს დათვლილი აქვთ. რამდენია საჭირო იმისთვის, რომ საქართველოს გააკეთოს დეოკუპაცია, ფული, რომ ჩვენ ამ ფულით ყველაფერი ვიყიდოთ, რაც დაგვჭირდება, შევმოსოთ ჩვენი ჯარი, შევფუთოთ, შევაიარაღოთ და ეს თანხა არის 10 მილიარდი. უკრაინის გარიგებაზე მაგალითად ახლა რომ ლაპარაკობენ რომ უკრაინას დაუდებს ისეთ გარიგებას რომ მისგან უნდა ამოიღოს წიაღისეული და იმ წიაღისეულით უნდა დაფაროს უკრაინამ ვალი. იქ უბრალოდ ვალის დაფარვაზეც არ არის საუბარი, იქ 500 მილიარდზე ლაპარაკი. ეს შესაძლებელია ახლა ტრამპი მაქსიმალისტია, ამიტომ შეიძლება თავიდან მაქსიმალურ თანხას ამბობს, რომ თქვენგან 500 მილიარდი მინდაო. ამ 500 მილიარდზე სანახმა უკრაინა, მაგრამ კი არა სავარაუდოდ ეს თანხა დაიწევს და 200 მილიარდით საკმარისი იქნება უკრაინის შემთხვევაში. ჩვენ შემთხვევაში 10 მილიარდი საკმარისია. შეგვიძლია ხელშეკრულება დავდოთ ისეთი, რომ ჯერ გვაძლევენ ამ 10 მილიარდს, ჩვენ თვითონ იმ 10 მილიარდით და უკრაინა დაგვეხმარება, უეჭველი დაგვეხმარება იქიდან მხრიდან, მეორე მხრიდან, რომ ასე ვთქვათ, გაგვამაგროს სარფიდან, ბოდიში, სარფიდან თურქეთია, ფსოუდან რომ გაგვამაგროს, უკრაინა საერთოდ უფასოდ გააკეთებს, თხოვნაც კი არ დაგვჭირდება. თავის ინიციატივით იზამს, გაგვამაგროს და ჩვენ აქედან იმ 10 მილიარდით შევიარაღდეთ და მოკლედ ეს გავაკეთოთ ერთიანად. უკრაინის დახმარებით და 10 მილიარდით რამოდენიმე თვე დაგვჭირდება. და ამის მერე და იმის მერე უკვე რომ ამას დავასრულებთ თვითონ რუსეთის გაგდების პროცესს, მერე დავიწყებთ დევნილების დაბრუნების პროცესს და ეს დევნილების დაბრუნების პროცესის რო დასრულდება, ყველაფერს 1 წელი, წელიწადნახევარი მაქსიმუმ ეყოფა. მერე დავლაგდეთ და მერე დავიწყოთ პორტის მშენებლობა. რატომღაც მგონია, რომ ამაზეც ადვილად დაგვთანხმდება ამერიკა. მოკლედ, ასეთი ვარიანტები არსებობს დეოკუპაციის და აი ამ ვარიანტების განმახორციელებელი პოლიტიკოსი მე საქართველოში არ მეგულება. ამის გაკეთება შეუძლია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს. მე დამჭირდება 20 წელი, რომ სადღაც მოვხვდე ისეთ პოზიციაზე, რომელი პოზიციიდან ამის განხორციელების ძალაუფლება მექნება. მირჩევნია მე შემგააკეთოს. იმიტომ რომ ბევრად უფრო სწრაფად მოხდება. მაგალითად წარმოვიდგინოთ, რომ ვერასდროს ვერ მოვიშორეთ ქოცები? კაი, ვერასდროს ვერ მოვიშორეთ ქოცები, იმის გამო, რომ დებილი ოპოზიცია გვყავს, გვარამიასნაირები და მელიასნაირები. პუტინი რო თავისით მოკვდება სიბერისგან, მაშინაც იმედია, მაშინ მაინც შევძლებთ. მაშინ მაინც არ შეგვეშინდება აბა ომი გინდათო, აი ეს არ იმუშავებს და იმ გამოსირებულ ხალხს, რომელსაც დღეს ეშინია, რომ რუსეთი ომს დაიწყებს, პუტინი რომ მოკვდება, მერეც შეეშინდებათ? მოკლედ, უახლოეს 4 წელიწადში ყველა შემთხვევაში ეს არის ყველაზე დიდი დრო ქოცებისთვის. ყველაზე დიდი დრო. თან ძალიან ფანტასტიკურად დიდი დრო. ამას რო ვამბობ, არ მჯერა რომ 4 წელი კიდე იარსებებენ. მე უფრო იმის მჯერა რომ ამ წლის ბოლომდე აქვთ დრო. არსებობის დრო. ძალაუფლებაში არსებობის დრო. და ესენი რომ ქოცებს რომ მოვიშორებთ, ამ ოპოზიციამ თუ არ გამოუშვა მიშა, მაშინ მე დეოკუპაციის გამკეთებელი ვინ არის, არ ვიცი. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ
ყველაზე სწორი ხოცების მოშორებისთვისაც და საქართველოს გამთლიანებისთვისაც არის დღეს ბრძოლა მიშას თავისუფლებისთვის. მე პირადად მის თავისუფლებისთვის მისი დაჭერის პირველივე დღიდან ვიბრძვი. ერთ დროს შიმშილობაც მქონდა გამოცხადებული. და იმედი მაქვს, რომ ეს ჩემი ბრძოლა რაღაცა დროს აუცილებლად დასრულდება იმ შედეგით, რომელიც მე მინდა. და იმის მერე უკვე დეოკუპაციაზე უბრალოდ კი არ ვილაპარაკებ, როგორც ახლა ვლაპარაკობ, არამედ მომეცემა საშუალება, რომ რაღაცეები ან მე თვითონ ვაკეთო, ან დავინახო, რომ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ამას აკეთებს, ან ერთი ან მეორე. ყველა მხრიდან მე მგონი ვილაპარაკე დეოკუპაციაზე. თუ რამე გამომრჩა, დამიწერეთ. მე როდესაც მსჯელობ დეოკუპაციის პოლიტიკაზე, უჩა არის ერთი ასეთი გამომწერი, ჩვენი აქტიურად წერდა რა არის ეს დეოკუპაციის პოლიტიკა, რა არის დეოკუპაციის პოლიტიკაო და როგორც კი დავიწყე დეოკუპაციის პოლიტიკაზე ლაპარაკი, გაქრა, ანუ კომენტარებს არ აკეთებს და რა დაემართეთ ის კითხვები რა არის ეს დეოკუპაციის პოლიტიკა, როგორ წარმოგიდგენიათ დეოკუპაცია რა იყო, ანუ უბრალოდ ლიჟბი დაგეწერა და რო ვამბობ, რომ დისკუსია გამიმართეთ რაღაცა დამიწერეთ, ან რამე კრიტიკა, ოღონდ ისეთი კრიტიკა არა, რომელიც იმდენად სამარცხვინოა, რომ საერთოდ უნდა წაიშალოს, რაღაცა რეალობასთან მიახლოებული კრიტიკასთან მიახლოებული კრიტიკა, რასაც ვლაპარაკობ, იმასთან მიახლოებული კრიტიკა, არგუმენტირებული კრიტიკა. და არა ისეთი დებილობა, რომ მე უბრალოდ საპასუხოდ ან გინება უნდა დაგიწეროთ პირდაპირ, ან უნდა წავშალოთ თქვენი დებილი კომენტარი. და რატო ვერ დავიჯერო 2000 გამომწერიდან არავის არ აქვს იმაზე ნაფიქრი დეოკუპაცია როგორ უნდა მოხდეს და ამაზე მსჯელობა არ შეგიძლიათ, ან არ გინდათ, ან არ გიფიქრიათ თუ რა. მოკლედ, შემოდით დისკუსიაში. დისკუსიაში შემოდით ასევე კოლაბორაციის კანონზეც იმ ვიდეოს ქვეშ დაწერეთ რამე, იმ ვიდეოს ქვეშაც დაწერეთ რამე, სადაც უძრავ ქონებაზე ვლაპარაკობ. და ამ ვიდეოს ქვეშაც დაწერეთ კონკრეტულად, ოღონდ არგუმენტირებულად, თავი არ მალანძღინოთ. მომავალ შეხვედრამდე საქართველო იქნება დეოკუპირებული.